მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ფსიქოლოგიურ თოქ-შოუს ჩემი ოჯახი, რომელსაც წარმოგიდგენთ საზოგადოებრივი მაუწყებელი საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision-ის მხარდაჭერით. მე ამ გადაცემის წამყვანი თეა გოგოტიშვილი და ჩვენი სტუდიის აუდიტორია დღეს ვისაუბრებთ თემაზე განქორწინება. ყველა დროსა და ეპოქაში სახელმწიფო ძლიერების ერთ-ერთ საფუძველს ოჯახის ინსტიტუტი წარმოადგენს. მაგრამ რამდენად მყარია დღეს ჩვენ ქვეყანაში ოჯახები? რა იწვევს მათ რღვევას? მართალია ქორწინების მოტივა ძირითადად ყველა სიყვარულს ასახელებს, მაგრამ ხშირად ეს გრძნობა ერთ ჭერქვეშ სერიოზულ დაბრკოლებებს ეჯახება და ქრება კიდეც. რატომ ინგრევა ოჯახები და რა იწვევს ასე გახშირებულ განქორწინებებს? ამაზე პასუხს ჩვენს გადაცემაში შეიტყობთ. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან თიკო გეწაძე, 33 წლის, უცხოენების სპეციალისტი, დაოჯახებულია, ფსიქოლოგისათვის არ მიუმართავს. დავით ბანძელაძე, 56 წლის, გეოლოგი, დაოჯახებული, ჰყავს 2 შვილი, 1 შვილიშვილი. თათია პაჭკორია, 39 წლის, ჟურნალისტი, დაოჯახებულია, ჰყავს 1 შვილი. ფსიქოლოგისათვის არ მიუმართავს. ნუგზა რუხაძე, 70 წლის, ჟურნალისტი, დაოჯახებული, ჰყავს 4 შვილი და 3 შვილიშვილი. აქვე შეგახსენებთ, რომ მოგწეროთ Facebook-ზე და დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე. ახლა კი ეკატალახადისა და მარიამ კაპანაძის მიერ მომზადებული სიუჟეტი. ასე ხან მეგობრებთან მოიოხებდა ხოლმე გულს და ხან საკუთარ დღეულს ააჭრელებდა სასურველი მამაკაცის სასურველი თვისებების გადალაგება გადმოლაგებით. მართალია ახლა აღარ წერს, მაგრამ თulis რომ არც გემოვნება შეცვლია და არც თავის დროზე შემცდარა არჩევანში. მარიამს და გიოს ახლაც უყვართ ერთმანეთი, მაგრამ სამწუხაროდ განქორწინებულები ჰქვიათ. როგორც ყველა გოგოს, მეც მქონდა ეს წარმოსახვაში, დახატული მყავდა ბიჭი, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემი მეორე ნახევარი, ასე ვთქვათ. შევხვდი მე ამ ადამიანს ზუსტად ისეც, როგორც მქონდა წარმოდგენილი და ისეთ გარემოში გავიცანი, აი სწორედ როგორი გარემოც მქონდა ჩემს წარმოსახვაში დახატული. და აი დედას გეფიცებით უბრალოდ არ არსებობს გოგო, რომელსაც დაავიწყდება ეს ადამიანი, დღემდე არის ჩემს მეხსიერებაში ეს ადამიანი და რა თქმა უნდა არასდროს არ დამავიწყდება. ნამდვილად ძნელი წარმოსადგენია რომ ერთად აღარ ვართ. მაგრამ არ ვიცი რა. ასე თვალსა და ხელშუ ადამიანის შეცვლა მე არ ვიცი. გიო ჩემ მეგობრები მოდიან, გიო ეს მაისური არ გიხდება, გიო დღეს რომ მიმღერებ იმ სიმღერას მე რომ მიყვარს. არ და ვიდრე დავქორწინდებოდით ერთი საყვარელი და ნათელი გოგო იყო რა. აი სულ ქონდა საუბარი ჩაცმულობაზე, გამომდინარე ჩემი სამსახურიდან, სულ ყოველთვის ქონდა ხოლმე ისეთ ადამიანებთან შეხება, რომ აი წარმოსადეგ ადამიანებთან და სულ მინდოდა რომ კლასიკურად ყოფილიყო ჩაცმული, მაგრამ არასდროს ეს ასე არ გამოდიოდა, იმიტომ რომ ყოველთვის ვკამათობდით ამ თემაზე. ან თუნდაც ელემენტარული რას გავს ის საქციელი, როდესაც სადაც რას გაიხდის, იქ მიყრი და იგივე არ აქვს მნიშვნელობა ეს წინდები იქნებოდა თუ მაისური იქნებოდა, ყოველთვის ქონდა კამათი ამაზე, რომ რასაც გაიხდი, დადე თავის ადგილზე და ნუ ეს არის მცირე დეტალი და ნუ ასეთი ბევრი რამ ხდებოდა. ძალიან წდება გული, აი მართლა ძალიან წდება გული, მაგრამ როგორ შეიძლება რომ აი ესეთ მცირე დეტალებმა, რომელიც თითქოს სხვისი გადმოსახედიდან არაფერია, მაგრამ ჩემთვის დიდი რამეა, შეცვალოს ურთიერთობა და აი საერთოდ დაანგრიოს ასეთი ურთიერთობა. ნუ არ ვიცი, ალბათ ოდესმე შეიძლება გიორგი მას ნამდვილად არაფერი აკრია იმისთვის რომ იყოს სამაგალითო და კარგი მეუღლე. უბრალოდ არ ესმის ჩემი. დღესაც შემიძლია აუდგე და მარის გულისთვის რაღაც საოცრება ჩავიდინა. მაგრამ ბევრი ნიუანსია, რაზეც შეიძლება დავხოცოთ ერთმანეთი. მე ის იქით ტირის და აქეთ მე მეთხრება ნერვები. რა ვქნა? სული არ მენანება ამ გოგოსთვის, მაგრამ ერთ სახლში მართლა სული გვეხუთება ორივეს. მათთან საუბრისას მართლაც დიდი სურვილი გამიჩნდა და ჯადოსნური ჯოხი მქონოდა გიოს, რომ ჩაცმის სტილში აცვლევინებდა და მარის ცოტა მოთმინების უნარ შემატებდა. საერთოდაც კი ამას კომპრომისი ჰქვია, რომელიც ან მათი ასაკისთვისაა შეუსაბამო, ან ამ სიტყვის მნიშვნელობა კარგად არ აუხსნეს ახალგაზრდებს. რა იყო თქვენი განქორწინების მიზეზი? თუ შეიძლება ამ სიუჟეტიდან გამომდინარე გაქცევთ პასუხს, რომ აი ორი ახალგაზრდა საუბრობდა და ფაქტობრივად მათ არ აქვს პრობლემა. და ძალიან სამწუხაროა, როდესაც ძალიან ხშირად ხდება განქორწინება, არ აქვს პრობლემა და უბრალოდ ეძებენ რაღაცას. აი ამ ადამიანებს მაგალითად თავისუფლად შეუძლიათ რომ იყვნენ ერთად და ერთ დავამატებ, რომ საერთოდ მამაკაცის ჩაცმულობას ყოველთვის განსაზღვრავს ქალი და ეს მამაკაცმა ყოველთვის უნდა გაითავისოს და ეს არ არის საწყენი. იმიტომ რომ ქალი
ყველა მამაკაცი, აი ასე ვთქვათ, ეწენიგი მამაკაცები რო არიან, ხო? თავიანთი მეუღლეების და იგივე საყვარელი ქალების, ასე ვთქვათ, გავლენით იცვამენ. და აი ეს არ უნდა იყოს პრობლემა. კონკრეტულად რამდენად შეიძლება თუ არა რომ ამით დაკარგოს მამაკაცმა ინდივიდუალობა. გასაგებია რომ ასეთ შემთხვევაში საყვარელი ადამიანი შეიძლება იყოს გარკვეული რეკომენდაციის მომცემი, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ რომ მამაკაცი იცვამდეს ქალის მითითებებით და არა მითითება არ არის. ეს ისეთი ჰარმონიული პროცესია. აი მაგალითად მე როდესაც ვიცი რომ ჩემს მეუღლეს რაღაცა არ მოწონს კატეგორიულად, მაგალითად ჩემს მეუღლეს არ მოწონს წითელი ფერის ლაქი. და მას შემდეგ რაც მე მისი მეუღლე გავხდი, აღარ წამისვამს ეს ლაქი, იმიტომ რომ ეს არ არის ისეთი პრობლემა, რომ ხოლმე რომ გამოვიდა და თუ არ იცი რა, ეს ამიკრძალა. არა, უბრალოდ არ მოსწონს მას, არ სიამოვნეს ჭხილზე წითელი ფერის ლაქი. ნუ აი ეს ისეთი პრობლემებია, რომ ამის გადალახვა ნამდვილად ღირს თან, მით უმეტეს ახლა, აუ ჩემი საყვარელი სიმღერა იმღერე რა, ნუ არ ღირს ამაზე პრობლემის შექმნა. ჩემი კონკრეტულად განქორწინების მიზეზი იყო მენტალური სხვადასხვაობა. ძალიან კარგი მეუღლე მყავდა, ახლა მეორე ოჯახი მაქვს შექმნილი, ძალიან კარგი ადამიანი, ნამდვილი თბილისელი ბიჭი, უბრალოდ ჩვენ მენტალობით არ აღმოუჩნდით ერთნაირები. მას უნდოდა რომ მისი მეუღლე ყოფილიყო სახლში, დიასახლისი, გაეზარდა შვილები, არც მე ვიყავი წინააღმდეგი, უბრალოდ მე მინდოდა რომ ჩემი პატარა სამყაროც მქონოდა, სადაც ვიმუშავებდი და რაღაცა ესე ერთობლივად შევქმნიდით ჩვენს იდილიას და ეს არ გამოგვევიდა. ჩვენს რეალობაში ძირითადად, აი რომ გავადევნოთ თვალი პრობლემებს, ასეთი ქრონოლოგიურობით ვითარდება მდგომარეობა, რომ ჯერ ქმნიან ოჯახს და მერე იწყება გარკვევა, ეთანხმებიან თუ არა ისინი მენტალურად ერთმანეთს. აქვთ თუ არა საერთო სულიერი ან საერთო ინტერესები და რა მსოფლმხედველობის მატარებლები არიან. პრობლემა რეალურად რო გამოვყოთ, ძალიან ხშირად არის ის, რომ ადამიანები ჯერ ქმნიან ოჯახებს და შემდეგ იწყებენ ადაპტაციას, მაგრამ წარუმატებლად. და ეს ადაპტაცია წარუმატებელია, რადგან მანამდე არ არის გარკვეული. სად ვარ მე? სად არის მეორე ადამიანი? რა გვაქვს შეხების წერტილები? რა არის განსხვავებული? გვაქვს თუ არა შესაძლებლობა რომ მივიღოთ ეს განსხვავება? იმიტომ რომ რიგ შემთხვევებში სრულიად არატოლერანტულები ვართ მთელი რიგი საკითხების მიმართ. თქვენ ცხოვრებაში როგორ ხდებოდა? ვინმე არის თქვენ შორის, ვისაც ვთქვათ წინასწარ ქონდათ გარკვეული, ვისთან აკავშირებდით ოჯახს და აქედან გამომდინარე მაინც დაინგრა თუ არ დაინგრა ეს ოჯახი? ჩემ შემთხვევაში პირიქით იყო საწინააღმდეგო იყო სრულიად აი ამ თქვენი გამონადგომის, იმიტომ რომ ფაქტიურად პრინციპში არ ვიცნობდით. ერთმანეთს ისე დავქორწინდით. მე მენტალურ რა ასაკში ბრძანდებოდით? 37 წლის ვიყავი. მაშინ დრო უნდა მომეყვანა უკვე ცხოვრება. ეს უკვე მე გადამადგევინა საკმა ეს ნაბიჯი. თქვენი აზრით რატო დაგემართათ ასე რომ 37 წლის მოწიფულმა პიროვნებამ, რომელსაც პრინციპში უკვე ბევრი დრო ქონდა ამაზე ეფიქრა. ეს არ არის 19, 18, 17 წლის ახალგაზრდა, რომელსაც შეიძლება ასაკითაც სიმსუბუქე და ასეთი დაუფიქრებლობა ჩვევია. საქმე იმაშია, რომ ის პიროვნება ვინც უნდა ყოფილიყო ჩემს გვერდით, მე 47 წელსაც არ შვნახე მარტო. აჰა, გასაგებია. ბატონ ნუგზარ, თქვენ მე მქონდა ყოველგვარი პირობა და შანსი იმისა, რომ შევსულიყავი ქორწინებაში, რომელიც არასდროს არ დაინგრეოდა და როცა შევიდოდი, ეს ქორწინება იქნებოდა მოქმედი ბოლომდე და მომიტანდა მეს ბედნიერებას და საზოგადოებასაც ასე ვთქვათ შეეგუება და ძალიან კარგად. ეს ვერ მოხერხდა. რა შედიშალა? იმიტომ რომ ეტყობა არ მეყო რაღაც გონიერების, წესიერების და სიყვარულის პარამეტრები არ აღმოჩნდა საკმარისი იმისაც რომ ოჯახი ყოფილიყო შენარჩუნებული. და სიმართლე გითხრა, მაინც ახლა იცი არაფერზე არ უნანო, იცი რომ უკან მოხვედა მაინც არ მეყვარს. მე წინ მიხარია უფრო ყურება, ასე ვთქვათ. ხო და მე როცა ადამიანი, ასე ვთქვათ, შეეჯახება ამ გრევას, ასე ვთქვათ, და იქნება ამ გრევის პროცესი, მე ძალიან ჭირს, იცი. განქორწინება არის ერთი მუდმივ მოქმედი უბედურება, რომელიც არასოდეს არ გადის. Როგორც Хемингуэй сказал, თქვამი, он шевоброд, да праздник, который всегда с тобой, оно беда, которая вместе с тобой, все время с тобой, я говорю,
და ზოგიერთისთვის ხსნა ალბათ, ხო ბატონო მიხარ? არ ვიცი რამდენად ხსნა. ეს რა ცხადია, ცხადია, რომ ადამიანები არიან მეორე და მესამე ქორწინებაში არიან ბედნიერი, მე ის ავიწყდებათ ყველაფერი, მაგრამ აი მთლიანად არაფერი არ თავდება. ცხადია, რომ იდეალური იქნებოდა ადამიანს კონდეს ასე ვთქვათ, გონების ისეთი ძალა, გონების და სიყვარულის მე ვიტყოდი ისეთი ძალა, რომელიც შეანარჩუნებინებდა მას დედამიწის ზურგზე არსებულ ყველაზე სერიოზულ ინსტიტუტს ოჯახს. რა თქმა უნდა. ხო, აი თქვენ აქცენტს აკეთებთ ასეთ ტერმინზე შეანარჩუნებინებდა, მაგრამ იმ შემთხვევაში რომ ამ შეანარჩუნებაზე ძალისხმევა ამაზე არ იყოს ფოკუსირებული და უბრალოდ ეს იყოს ბუნებრივად შენარჩუნებული და ბუნებრივად მიმდინარე პროცესი, ალბათ თუ კი ერთხელ მოხდა შეცდომის დაშვება მით უმეტეს, ძალიან კარგია ჩემი აზრით წინ ყურება, მაგრამ ჩვენი გამოცდილება გარკვეულ გაკვეთილებს, გარკვეულ გამოცდილებას გძენს და გაკვეთილების დატვირთვას ატარებს და აი თქვენ რამდენად გაგიაზრებიათ თუ შეცდით რაში იყო შეცდომა, რომ შემდეგ გაგეთვალისწინებინათ. აი თიკო მე მინდა კითხო, რამდენად შენთვის იყო გარკვეული გაკვეთილის და გამოცდილების მომცემი შენი პირველი განქორწინება და წარუმატებლობა? ჩემი პირველი განქორწინება ეს იყო ჩემი დაუფიქრებელი ნაბიჯი. 18 წლის ვიყავი, როცა დავქორწინდი პირველად. ალბათ არც ისე ბავშვი, მაგრამ ეს ყველაფერი გავაკეთე აი ესე გაუაზრებლად, თუმცა და სპონტანურად. და სპონტანურად, რა თქმა უნდა. ვეცადე ყველაფერი გამეკეთებია იმისთვის, რომ შენარჩუნებულიყო ოჯახი, თუმცა საკმაოდ დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდი. იქ იყო ფინანსური პრობლემა, იქ იყო საკმაოდ ბევრი პრობლემები იყო, რის გამოც მე იძულებული გავხდი დანგრეული იყო ის ჩემი პირველი ოჯახი. მაგრამ შენ ჩადე შენი პიროვნული რესურსი და ეცადე ყველაფერს რომ გადაგერჩინა. აი რამდენად ვთქვათ ადამიანი ცდილობს ამას, რამდენად იღებს პასუხისმგებლობას და რამდენად შეაქვს წვლილი იმაში, რომ ვთქვათ თუ კი მან ვერ გაითვალისწინა რაღაც საკითხები და აღმოჩნდა მოულოდნელობის წინაშე, რამდენად ცდილობს გამოასწოროს ეს ვითარება და აი ამ ადაპტაციის პროცესში დაეხმაროს თავის თავსაც და მეორე ადამიანსაც. მე ვფიქრობ, რომ ქალი უფრო ცდილობს ყოველთვის ვიდრე მამაკაცი. და აი ამ ნაბიჯს ხშირად არის რომ აი ქალი ანგრევს ოჯახს. ხშირად მამაკაცი, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ქალის ნაბიჯი გამომდინარეა მამაკაცის ქცევისაგან. ანუ მამაკაცის ქცევისგან გამომდინარეობს. ქალი ყოველთვის ცდილობს რომ არ გადადგას ეს ნაბიჯი. ქალი უფრო მომთმენია, უფრო კომპრომისებზე მიდის, იმიტომ რომ ქალი უფრო ზარალდება საქართველოში. რადგან ხარ შენ განქორწინებული, მაგრამ შემდეგ იყურებენ სხვანაირად, რომ აი განქორწინებულია რაღაცა. ახალი ოჯახის შექმნა არის ძალიან რთული, მით უმეტეს ქართული მენტალობიდან გამომდინარე. თუ ბიჭი შეხვდა უცოლო, რომელთანაც შენ დავუშვათ რაღაცა ურთიერთობა დაიწყე, აუცილებლად წინააღმდეგი იქნება მისი ოჯახი, შენ თუ ხარ განქორწინებული და შვილიანი. ამდენად ქალი მაქსიმალურ დათმობაზე მიდის ყოველთვის, რომ არ დაანგრიოს ოჯახი. და სხვათა შორის აი თიკო ხო თეა ფინანსური პრობლემები ახსენა თეამ. აი იმ ფინანსურ პრობლემებსაც იტანს და ქალს მხოლოდ მაშინ აქვს ოჯახის დანგრევის ფუფუნება პირობითად, როდესაც ეს უკვე ტრაგედიაა მისთვის ამ ოჯახში ცხოვრება, როდესაც აქვს ცალკე ბინა, როდესაც ფინანსურად მყარად დგას. სხვა შემთხვევაში მერწმუნეთ, არც ისე პატარა ვარ ხო და საკმაოდ გამოცდილება მაქვს ცხოვრებისეული. არც ერთი ხალი არ ანგრევს ოჯახს და მაქსიმალურად იტანს დამცირებას, შეურაცხყოფას, უფულობას, ლოთქმარს, დაუშვათ ძალადობას, თუ კი მას არ აქვს ფინანსური საყრდენი, ამას შვილების გამო და ოჯახის გამო აკეთებს. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც გაუსაძლისია მდგომარეობა და ფინანსური პრობლემები უკვე აღარ არის. აი შემდეგ უკვე ქუჩაში რჩებიან და თქვენ ფსიქოლოგი ბრძანდებით და ხშირად გაქვთ შეხვედრა და საქმიანი და არასაქმიანი ურთიერთობა ასეთ ოჯახებთან, რომლებიც უბრალოდ ქუჩაში რჩებიან და აი ხალი რო ამაზე მიდის, ესე იგი იქ მართლა გაუსაძლის პირობებზეა საუბარი. თორე ქალები მაქსიმალურ სითბოს. ნუ რა ვიცი, ასეთი დაყოფა ისი ქალი როგორ იქნება კაცი, შეიძლება სწორია, შეიძლება ჭეშმარიტება, რასაც ამბობ, სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვანაირად. მაგრამ ფინანსურად ძლიერი ქალები აღარ ითმენენ, ხო, აი ამის თქმა მინდოდა. მაგრამ ჩემის აზრით, აი განქორწინების შესაძლებლობა, რომელიც გამანადგურებელია, ხო, უნდა ვეძიოთ ქორწინებაში თავად. ეს ქორწინება არ არის ესეთი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში, რომელსაც შეიძლება მიუდგე ცალმხრივად. რა თქმა უნდა.
ქორწინება ჭირდება აწონ-დაწონო. აი მაგალითად, თუ ჩვენ დაუშვებთ, რომ საქართველოში არის პრობლემა დასაქმების, თუ დაუშვებთ ამას, ანუ ახალგაზრდებს თუ უჭირთ სამსახურის მოძებნა და სხვაზე არიან ფინანსურად დამოკიდებულნი, და ამ დროს უყვარდებათ მათ და აქვთ მიდრეკილება, რომ შეირთონ ცოლად ადამიანი, რომელიც უყვართ და განახორციელონ თავის სიყვარული, ასე ვთქვათ, ფიზიკურად და მორალურად, მაშინ გამოდის, რომ წინაპირობა უკვე შექმნილია წინასწარ განქორწინების. რატომ? იმიტომ რომ ადრეული ქორწინება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც შენ მშობლებს შეუძლია მხარი დაგიჭირონ, ან სხვა წყაროები იყოს, რა თავად თუ ხარ მდიდარი, თქვათ ახალგაზრდა კაცი. ანუ ქორწინების მომენტს უნდა მიტანა იქამდე, სანამ შენ სრულიად დამოუკიდებლად ორ ადამიანს, ორ თანახმა ადამიანს ქორწინებისა არ შეუძლია თავისი თავის და მომავალი ბავშვების რჩენა. თუ ამის გარანტია არ არის, ცხადია რომ უკვე ჩანასახი განქორწინების უკვე არსებობს აპრიორი იმთავითვე. რა თქმა უნდა. და ბატონო ნუგზარ, არა მხოლოდ ფინანსური საკითხები, ყველაფერი ის რაც თათიამ ზოგადად მოყვა ახლა ჩვენ, რაც შეიძლება ვთქვათ, არის გავრცელებული და ნაკლებად გავრცელებული, მაინც ეს ზოგადი საკითხებია და აუცილებელია რომ ჩვენ კი მხოლოდ კი არა აღწეროთ რა ვითარებები, არამედ ზუსტად საწყისში ვნახოთ რა ქმნის პრობლემას, რომ თავიდან ავირიდოთ ეს პრობლემები. აი, ბატონი ხელ ვარაყოფდა რომ გინდათ რა ქალი ინარჩუნებს ოჯახს, ყველა კბილები, წყალები ჩაბღჭულია რომ იმას ქნას. სუდ ქმრებსაც კი უფრთხილდებიან. გააჩნია, ხალხს და გააჩნია კაც. გააჩნია, მაგრამ მე აი ზოგადად პატარა ჩანართს გავაკეთებ, ვიცით, აბსოლუტურად ასაკზე არის დამოკიდებული. რადგან რაც უფრო მცირეწლოვანია ვაჟიც და გოგონაც, მით უფრო ადვილად ანგრევენ ამ ოჯახს. სამწუხარო ფაქტია და თუ ადრე არ იყო ასე სტატისტიკური სიმრავლე, დანგრეული ოჯახების დიდი როლი ამაში ქონდა თვითონ ასაკს, რა ასაკში იქმნებოდა საშუალოდ ოჯახი. დიახ. ხო და კეთილ გამომდინარე, რამდენი ადამიანიც არის, იმდენი აზრიც არის. რა თქმა უნდა. მეგობრებო, ვიცით, ქორწინება და განქორწინება იმდენად მნიშვნელოვანი რამ არის კაცობრიობის, ასე ვთქვათ, ცხოვრებაში, რომ ამ მოვლენებს ეძღვნება გენიოსების წიგნები, ასე ვთქვათ და არის თეორიები, არის ვთქვათ ლექცია სემინარები და ეს საერთოდ ძალიან გავრცელებული თემაა მსჯელობისათვის. ანუ ადამიანი არ არის გულგრილი, დედამიწის ზურგზე ადამიანი გულგრილი არ არის არ ქორწინებისა და განქორწინების მიმართ. ახლა ჩვენ არ ვიცი რას გვინდა მივახციოთ დღევანდელი ჩვენი შეხვედრით. ესე იგი რა შეგვიძლია საზოგადოებას ჩვენ გვინდა ჩამოვთვალოთ ძალიან მკაფიოდ განსაზღვროთ განქორწინების წინაპირობები იმისათვის რომ პრევენცია გაცნობიერებულად მოახერხოს ადამიანმა მაყურებელმა, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ კი უკვე მოხდა ასეთი რამ, შემდეგი ვთქვათ ქორწინებისთვის, ანუ ცხოვრების გაგრძელებისთვის, ყველა შეცდომა არის იმისთვის, რომ ჩვენ ავიღოთ გაკვეთილი, მივიღოთ გამოცდილება და შემდეგში გამოვიყენოთ უფრო წარმატებისთვის, ანუ სუსტი მხარე ვეცადოთ გარდაქმნა ძლიერ მხარე. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, აი როგორც თქვენ ბრძანეთ, აპრიორი რაში დევს რისკები. განქორწინების რისკ ფაქტორები. იმედგაცრუება, გულგრილობა, უნდობლობა, განსხვავებული ფასეულობები, უპატივცემულობა, გაგების, თანაგრძნობის, დიალოგის დეფიციტი, უკომპრომისობა. ქორწინება როგორც ასეთი, რაოდენობრივად, მიზეზების რაოდენობის მიხედვით ძალიან ჩამორჩება განქორწინებას. თორემ ქორწინების მიზეზი შეიძლება აღმოჩნდეს გატაცება სიყვარული ისეთი, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი და ტვინი უკვე ვეღარ იტანს, უნდა დაქორწინდეს. ეს ერთი, მაგრამ განქორწინების მიზეზი შეიძლება იყოს უთვალავი. ძალიან ბევრი. იმაში თუ არის მხოლოდ ერთი ფაქტორი ქორწინების და სხვა ფაქტორები არის გაუაზრებელი, ეს როგორც თქვენ უკვე ბრძანეთ, აპრიორი ატარებს რისკს და ჩვენ ამაზე მეორე ბლოკში გვექნება საუბარი. რამდენი ადამიანიც არის განქორწინებული, იმდენი მიზეზი შეიძლება იყოს. განქორწინების ყველა შემთხვევაში ინდივიდუალურია და უნიკალურია ეს მიზეზები, მაგრამ ყველა ოჯახს ეგრეთ წოდებული მდგრადობის კოეფიციენტი აქვს თავისი. გადაჭარბების შემთხვევაში ის იწვევს რღვევას. არის ზღურბლი, რომლის იქითაც წყვილი ვეღარ მიდის კომპრომისებზე და ეს ძალიან სუბიექტური ზღურბლია. ზოგი ღალატსაც პატიობს, შეურაცხყოფასაც და ზოგს კი უბრალოდ ერთფეროვნების გამო შეუძლია დაანგრიოს ოჯახი.
და მაინც რა არის ოჯახის სიმყარის და განხეთქილების ზოგადი მახასიათებლები, ამაზე რეკლამის შემდეგ მალე დავბრუნდებით საინტერესო თემით. აივ ინფექცია მაქვს. იზოლებული ვარ სახე დავფარო, რადგან აივ ინფექციის გამო. მე სამსახურიდან დამითხოვეს. მე ექიმი არ მიმიღო. მე ახლობლები თავს მარიდებენ. ბევრმა არ იცის, რომ საყოფაცხოვრებო კონტაქტებით აივ ინფექცია არ გადადის. სტიგმა და დისკრიმინაცია ხშირად გვაიძულებს ინფიცირებულებს დავმალოთ ჩვენი სტატუსი და კიდევ უფრო გარიყულად ვიგრძნოთ თავი. დავეხმაროთ ერთმანეთს და ერთად ვებრძოლოთ ამ დაავადებას და არა დაავადებულ ადამიანებს. შევწყვიტოთ ინფიცირებულთა დისკრიმინაცია და სტიგმატიზაცია. გადადგინა ბიჭი. დარეკე. ცხელი ხაზი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. 309-903. ანალიტიკური აზროვნება, აუცილებელი განათლება, ისევ საზოგადოებრივ მოუწყებელზე, სოციალური პასუხისმგებლობა. ზრუნვა მომავალს. ყოველ შაბათს 18 საათს ვიყურებთ და იამყრეთ. ყველაზე ეროვნული მედია პროექტი ეტალონი. ეტალონის მეგობარია კომპანია ალბატროსი. კომპანია ალბატროსი, იდეალური სიმყუდროვე, იდეალური პირობებით. ეტალონის სპონსორია ახალი ნათება. თუ გჭირდება განათლება, ეტალონი. თუ გჭირდება განათება, ახალი ნათება. ეტალონის მეგობარია კულა, 100%-ით ნატურალური ქართული პროდუქტი. ეტალონის პარტნიორია გურამ თავართილაძის სასწავლო უნივერსიტეტი. კარიერას ვიწყებთ დღეს. ეს საქმე უნდა გვიყვარდეს. ტრადიციაც უნდა ვიცოდეთ და ახალ ტექნოლოგიებშიც კარგად უნდა ვერკვეოდეთ. და მაშინ Facebook-ზე კი არა. რეალურად გავაკეთებთ ჩვენს ფერმას. ყოველ კვირას 12 საათსა და 30 წუთზე ჩვენი ფერმა პირველ არხზე. გადაცემის გენერალური სპონსორია პროკრედიტ ბანკი. ყველაზე გამოცდილი ბანკი აგროსექტორის დაფინანსებაში. ერთად გავაძლიეროთ სოფელი. ისინი ამბობენ, რომ მუსიკის სმენა მათთვის გართობა არასდროს ყოფილა. ისინი ამბობენ, რომ ახალი მუსიკა ყოველთვის ახალი თავგადასავალია. ისინი ამბობენ, რომ არასდროს ეშინიათ ახალი თავგადასავლების. ისინი ამბობენ, რომ შენ ხარ მუსიკა, სანამ მუსიკა გრძელდება. უცნობი მუსიკა. კახა თოლორდავასთან და გია ხადურთან ერთად. გადაცემის პარტნიორია ფესტივალი რესტორაცია დივანი. ჯერდულ სინია შემიყვარდა. მერე პენსის სკოლიდან გამომაგდეს. კილიმანჯაროს თოვლიან მთაზეც ავედი და მერე ჩამომალაბორანტეს. ახლა ფრინავი ვარ, თუმცა აეროპორტიც არ ვიცი სად არის.
განვაგრძობთ ჩვენ საუბარს განქორწინების თემაზე და ახლა შეკითხვები ფსიქოლოგს. შეიძლება თუ არა განქორწინების მიზეზად იქცეს მხოლოდ ფინანსური პრობლემები? თუ ორი ადამიანის ცხოვრებაში ამ ოჯახის სასიცოცხლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში იქნება ისეთი სერიოზული ბარიერები და პრობლემები, რომ რეალურად არ არის სახსრები რით გამოყვებონ ერთმანეთი და თუ კი შვილებთან უკვე შვილებიც არიან ამ ოჯახში პრობლემები იქნება მათზე ზრუნვის, რა თქმა უნდა ეს სერიოზული კონფლიქტის თემაა, რადგან მე აქვე მინდა ვთქვა, რომ როდესაც ოჯახი იქნება, უნდა იყოს ჩადებული ის ცნობიერი თუ არაცნობიერი განწყობა, რომ ორმა ადამიანმა უნდა იზრუნოს ერთმანეთზე. ანუ მზრუნველობა, როგორც წინასწარი განწყობა, არის ძალიან მნიშვნელოვანი, ესე ვთქვათ, პრედისპოზიცია ოჯახის სიმყარისათვის, ამ საყრდენის შესაქმნელად და თუ კი არ არის მატერიალური სახსრები იმისათვის, რომ ეს მზრუნველობა განხორციელდეს, სასიცოცხლო მოთხოვნილების დაკმაყოფილებისათვის, რა თქმა უნდა, ეს კონფლიქტის თემაა და კონფლიქტი კი, რა თქმა უნდა, აფუჭებს ურთიერთობებს და ალბათ ამიტომ ხომ არ არის, რომ დღეს ანგარებით ქორწინება გახშირდა, ეს მერკანტილური მიზნები უფრო წინ წამოვიდა. აი ეს ცუდია ჩვენი ეპოქისთვის თუ კარგია? აი ძალიან ხშირად ქალებს საყვედურობენ ხოლმე, რომ აი ძალიან ხშირად მინახავს მაგალითად სრულიად შეუფერებელი წყვილი, იგივე ასაკობრივად, დაუშვათ გარეგნული მონაცემებით, რომ აი ძალიან ლამაზი ქართველი საჯიშე გოგონები მიყვებიან საკმაოდ ნაკლებ მამაკაცებს, ასაკოვნებს, რომელთაც ზურგს უმაგრებს სერიოზული მატერიალური ფასეულობა და აი სად არის ეს ზღვარი, აი სიყვარულს რა ვუყოთ, აი მჭეშმარიტ გრძნობას რა ვუყოთ? საქმე იმაშია, რომ აი სწორედ შეცდომა, რომელიც უნდა აუცილებლად იყოს გათვალისწინებული, აქ არის აი ჩადებული მარცვალი შეცდომის. საქმე იმაშია, რომ ადამიანი, რომელიც ასკვნის ასე, რომ მატერიალური არის ის უმთავრესი, რაზედაც დგას ოჯახი, ის ცდება, რადგან მარტივად რო ვთქვათ, მატერიალური საყრდენი ეს არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა. არა გადამწყვეტი. არა საკმარისი და არ შეიძლება ვთქვათ სინონიმის სახით არა გადამწყვეტიც, იმიტომ რომ თუ არ არის უმთავრესი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელსაც სიყვარული ქვია და არა მხოლოდ სიყვარული, რადგან ხშირად უკვე ვთქვით ჩვენ, რომ ადამიანებს მით უმეტეს ახალგაზრდებს შეიძლება დამაბნევლადაც კი დეზორიენტაციის საფუძველი შეუქმნათ აი ამ განცდამ, რასაც სიყვარული ქვია, რადგან ზოგჯერ მოზარდებში უпростоრად ძალიან ესეთ ადრეულ ასაკში, როდესაც უნდათ ოჯახის შექმნა, სიყვარულს და ფიზიკურ ლტოლვას ერთმანეთისგან ვერც თუ ისე არჩევენ და ეს გასაგებიც არის, იმიტომ რომ ვნება და ფიზიკური ლტოლვა არის უბრალოდ სიყვარულის თანმდევი ფიზიკური მუხტი. მისი თანმდევი ატრიბუტია და ამის გარჩევა, რომ აქ არის მხოლოდ ეს წამყვანი, თუ ეს არის მართლაც სერიოზული გრძნობის თანმხლები მახასიათებელი, ეს დროში უნდა გამოიცადოს და მაშინ უკვე წინა პლანზე კიდევ სხვა მახასიათებლები მოდის, ოჯახის შექმნის აუცილებელი წინაპირობები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცნობიერად გქონდეს გააზრებული. სხვაგვარად ისევ და ისევ, თუ მხოლოდ ერთ ფაქტორზე, მხოლოდ ერთ რაღაც განცდაზე არის, ან ერთ საყრდენზე არის დაფუძნებული ეს ოჯახი, რა თქმა უნდა, რისკები უამრავია, იმიტომ რომ აქ საყრდენების მთელი კლასტერია, ერთობლიობაა, რომელსაც მე ძალიან ვეცდები, რომ ჩამოთვალოთ და გავაშუქოთ. ოჯახის საყრდენი, სიყვარული, ფიზიკური ლტოლვა, სულიერი სიახლოვე, ნდობა, ზრუნველობა, ურთიერთგაგება, პატივისცემა, გულწრფელობა, მოლაპარაკება, კომპრომისი. მინდოდა რეაქცია გამაკეთებინა შენათქვამზე, აი სიმდიდრეს მეყვებიანო, მაგრამ ძალიან ხშირად გამეგონია ნათქვამი, რომ ფუფუნება და სიმდიდრე ძალიან სექსუალურია რა, ძალიან უყვარდებათ იცი და სხვათა შორის ინტელექტიც ძალიან სექსუალურია. რა თქმა უნდა ის. აი ინტელექტი, ფუფუნება და სიმდიდრე და ამბიცია, მამაკაცის ამბიცია კარგ ცხოვრებაზე. რა უნდა მეკითხა დეფასო? ყოველთვის მაინტერესებდა აი სწორი ვარ თუ არა ადამიანები, როცა ერთმანეთთან ვერ კმაყოფილდებით იმით, რაც ჩვენი პარტნიორები არიან და გადაკეთება გვინდა მათი. ანუ ცოლს უნდა გადააკეთოს ქმარი, შეარემონტოს ასე ვთქვათ. და პირიქით, ქმარს უნდა რომ იყოს ცოლი ასეთი.
და ცდილობს გადააკეთოს. ძალიან სერიოზული კითხვა და სხვათა შორის არ ვიცი, ესეთი სტატისტიკური კვლევა რო ჩავატაროთ, რამდენი ოჯახი ინგრევა სწორედ ამ ტენდენციის გამო, ალბათ უამრავი მოხდება სწორედ ამ მიზეზით დანგრეულ ოჯახებში, რადგან თავარი ერთ-ერთი პრობლემა რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იყოს გაცნობიერებული, იქნება იმის გამო, რომ ხშირად ადამიანები აი ესე ფიქრობენ წინასწარ, რომ არა უშავს ამას, ერთად ცხოვრების დროს მე მას გამოვასწორებ, მე მისგან კაცს დავაყენებ, მე მექნება მასზე გავლენა. ხავს გავხდი. კი ბატონო, პირიქით მამაკაციც ამბობს, რომ არა უშავს, ამ ნაკს გამოვასწორებ, მე მოვახერხებ მოვძებნი გასაღებს, მე მოვძებნი მიდგომას, რომ მე შევაცვლევინებ დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ, ან გადავაჩვევ ამას და სხვაგვარად ვაფიქრებინებ ეს გავლენის მოხდენა მე შემიძლია, რაც არის ძალიან სერიოზული აბსურდი. იმიტომ რომ უკვე ასე ვთქვათ, ერთმა სერიოზულმა ფილოსოფოსმა თქვა, როცა მას მიაკითხეს, რომ ახალშობილი ბავშვის ერთი წლის ბავშვის აღსაზრდელად, რომ აი როგორ დავიწყოთ მისი აღზრდა და უკვე დაგვიანებულია უთხრა. სინამდვილეში დაბადებიდან იწყება იმ არაცნობიერი მესიჯების მიწოდებას, გზავნილების უпростоრად, იმ არაცნობიერი განწყობების ჩადება, რომელიც შემდგომში 6 წლის ასაკისთვის უკვე პიროვნული ჩონჩხი ჩამოყალიბებულია და მერე მიდის ზედნაშენის ასე ვთქვათ ზედ დადება და სამწუხაროდ შეუძლებელი ხდება როგორც წესი ადამიანის შეცვლა, თუმცა გარკვეული გავლენები ფსიქოლოგიური ხორციელდება, მაგრამ ეს არის ძალიან ბუნებრივი გავლენები, რომლებსაც ორი ადამიანის ერთად თანაცხოვრება როგორც შედეგს იძლევა. ჩვენ გვაქვს ესეთი გამოთქმა ხალხური, რომელიც ყველა ხალხური გამოთქმა სერიოზულ სიბრძნეს ატარებს, რომ ხარი ხართან რომ დააბაო, მაგრამ ეს არ არის ზეწოლით, ეს არ არის მომთხოვნელობით, ეს არ არის ასეთი პრინციპული მდგომებით. მე გადაკეთებული მაქვს ეგანდაზა. დიახ, ძანეთ. ხარი ხართან რო დააბა ანის მოუანისო, ნუ ესე ახლოს. დიახ. ანის მოუგალი. ორი ხარი გასწრებო. დიახ. რა ჯობია ოჯახის შესანარჩუნებლად, რომ ვთქვათ სიმართლე რაც ყველაზე მწარეა, თუ ვიყოთ დიპლომატები, ან ვითამაშოთ ცხოვრების ბოლომდე. თამაში განწირულია და ეს არა ერთი კვლევის თემა არის, რამდენად არის ადამიანი გულწრფელი, ანუ კონგრუენტული ფსიქოლოგიაში ეს კონგრუენტულობის ცნება ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც რასაც ვფიქრობთ და ვგრძნობთ, გამოხატვაშიც ვართ ადეკვატურები. თუ შესაბამისობა, დიახ, რომ გადავთარგმნოთ და შესატყვისობა, ხო, შინაგანის და გარე გამოხატვის და სამწუხაროდ, როდესაც სიყალბეს, ფარისევლობას და თვალთმაქცობას მიმართავენ, დიპლომატიის კარგი ტერმინია ამ დროს, აი ამ საფარველქვეშ, ვითომ დიპლომატიის საფარველქვეშ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ჩვენ გვაქვს კომუნიკაციის ისეთი არხი, რომელსაც არაცნობიერი ინფორმაციის არხი ქვია და ჩვენ ბევრი სხვა ნიუანსით გაცილებით მეტ შთაბეჭდილებებს ვიქმნით, ვიდრე მხოლოდ სიტყვებით და რაც უფრო ადამიანი ცდილობს, რომ ძალიან მასკირებული გახადოს ეს თავის გამოხატვა, კიდევ უფრო არაბუნებრივია და მისი სხეულის ენა, მისი ასე ვთქვათ ინტონაცია, მანერა, საუბრის განსვლაში მოდის ამ ყველაფერთან და აი ეს რაღაც ისე არ არის, როცა ჩვენ ხშირად გქონია განცდა, რომ თითქოს ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ მაინც რაღაც შინაგან დისკომფორტს ქმნის. ეს ის გაუცნობიერებელი ნიუანსია, რომელიც ხშირად შეიძლება სწრაფადაც გაცნობიერდეს თუ ჩაუკვირდებით და აი რამდენად თქვენ თვითონ ახერხებთ, თქვათ, იყოთ თქვენს ახალ ქორწინებებში გულწრფელი და რამდენად დაკვირვები ხართ, რომ ნამდვილად აქვს ამას რაღაც თავისი პლუსები, იმიტომ რომ ეს ძალიან სერიოზული ფასეულობაა. რა არის, იცით, მე ვიტყვი, რომ ძალიან დიდი ფუფუნებაა, როდესაც ოჯახში კომფორტულად და ბედნიერად ცხოვრობ და გამოსავალი არის უბრალოდ ბედის წერა რა. ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ იმ ერთის ხილვის თუ გახდი ღირსი. ჩემი ფორმულა ასეთია, უნდა იპოვო ის ადამიანი, რომელიც შენი კრიტერიუმებით სუნთქავს და არანაირი პრობლემა არ გექნება, რომ ესე მოვიქცე თუ ისე მოვიქცე, ეს თქვა თუ აი ვითვალთ მაგცო ახლა თუ არა. თუმცა სიმართლე, ხო, აი სიმართლის დასვა ზუსტად ეს კითხვა, რომ თიკომ ჯობია რომ ვითვალთ მაგცოთ, ანუ დიპლომატიას, რა თქმა უნდა ემოციების მართვა აუცილებელია ყოველთვის, მაგრამ მაინც ვიტყვი ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ იმ ერთის ხილვის თუ გახდი ღირსი და ბოლო არის 1001 ისე მოეღო ბოლო თვალიც ვერ მოჰკრა გაჩენილს მისთვის, აი შენთვის გაჩენილ
სიჩქარეულს თუ იპოვი, მე არაფერი აღარ გჭირდება, ისე მარტივად მიდის ცხოვრებაში. პრობლემა იმაშია, რომ მაგრამ ჩვენ პრობლემატურ წყვილებზე არა, მაგაშია საქმე, რომ ზოგჯერ ადამიანი ილუზიაშია და მას გონია, რომ მან იპოვა ის ერთი და განუმეორებელი და ჩვენ რომ არ მოვტყუვდეთ და არ გვეგონოს ერთი და განუმეორებელი ის, რომელთანაც ცხოვრება ჩვენ არ შეგვიძლია, ზუსტად ამაზე გვაქვს საუბარი. გარდა იმისა, რომ აი სიყვარული და ფიზიკური ლტოლვა უნდა იყოს აუცილებლად, როგორც პირველი მახასიათებელი, რაზედაც იქმნება ოჯახი, თქვით უკვე ფინანსურ საკითხზე ეს ამის გარეშე უბრალოდ ვერ გადარჩება ეს ოჯახი, აქ ძალიან მნიშვნელოვანია სულიერი საერთო. სულიერი საერთო გულისხმობს საერთო ინტერესებს, საერთო შეხედულებებს, თოფხედველობრივ საერთოს. თუ ერთი ადამიანისთვის ვაჭრობა და ვთქვათ, ვაჭრობით მოპოვებული ვთქვათ, მონაგარი არის პრიორიტეტი და მეორესთვის კი ინტელექტუალური ფასეულობებია მთავარი, ეს ორი ადამიანი განწირულია, იმიტომ რომ ორი სხვადასხვა მხარეს ეკაჩება აი ამ ოჯახის ძაფებს და ეს სერიოზულ პრობლემას. ხშირად არის მამაკაცი ინტელექტუალი და ქალბატონი ვაჭარი მაგალითად და ავსებენ ერთმანეთს. პირიქით ხდება ხოლმე, შევსება რამდენად ეძან ჩუმი და ესეთი მშვიდი მეუღლეები რო არიან და ინტელექტუალური შემოქმედებით რომ ცხოვრობენ და ამ დროს მეუღლეები ყავთ რომ კონტეინერებს რო ელოდებიან, ესეთი წყვილებიც არსებობენ სამწუხაროდ და მშვენივრად ცხოვრობენ, იმიტომ რომ ის მამაკაცი შეჩვეულია იმას რომ აი მზამზარეული მოუვა სამაგიეროდ, კარგად წერს, ხატავს ან რაღაცა. აი ეს თუ არ არსებობს და მამაკაცი ილუზიებშია, ხო? მაშინ მეუღლემ უნდა აიღოს თავის თავზე რაღაცა ფინანსური პრობლემების მოგვარების საკითხები. ბატონო ნუგზარ, თქვენ როგორ ქალთან იცხოვრებდით? აი, გაქვთ თქვენ იდეალური ქალის ხატი, გაქვთ ესეთი, რომ თქვენ გქონდეთ წარმოდგენილი, აი როგორია ის ქალი, ვისთანაც იცხოვრებდით, აი ჰარმონიული ცხოვრებით? არა მყავს ესეთი ხატი არა მაქვს, ვიცი, რაღაც ესეთ სტანდარტებში არსებობს ავსვამ არავითარ პიროვნებას, განსაკუთრებით ქალს, მაგრამ სხადია, რომ ნებისმიერი მამაკაცი, მათ შორის მეც, ეს ბანალურია რა თქმა უნდა, მაგრამ აფასებს გარეგნობას, აფასებს ერთხგულებას, აფასებს, ასე ვთქვათ, სიყვარულს, რომელსაც გრძნობს, აფასებს დიასახლისობის უნარს, ასე ვთქვათ, კეთების უნარს. მოგესწრებით, რა თქმა უნდა, ეს ძალიან უბრალო, თითქოს უბრალო ჩამონათვალია, მაგრამ ჩვენი ცხოვრება ამაზე დგას. და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ცხადია, თუ ძალიან მაგრად დავფიქრდებით, მე ინტელექტის სიმაღლის გარეშე ძალიან გამიჭირდება ურთიერთობა ნებისმიერ ადამიანთან, მათ შორის ქალთან, იმიტომ რომ ყველაფერს თავი რო დაანოთ, სალაპარაკო ხომ უნდა გქონდეს რაღაცა სახში როზიხარ ბუხართან, ხო? ალბათ ეს თვისებები რა. აი თქვენ ბრძანეთ ბუხართან ჯდომა და ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ ორი ადამიანი ერთად ატარებდეს თავისუფალ დროს. თუ ორი ადამიანი ერთ სივრცეში და ერთ დროის მონაკვეთში არის ერთ, ასე ვთქვათ, 4 კედელში, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ერთად ატარებენ დროს. კონტაქტი, კომუნიკაცია და ერთად გატარებული თავისუფალი დრო. ამას მე ვუწოდებ, რაც თქვენ ბრძანეთ ურთიერთობის სიხარულს. თუ არ არის ურთიერთობაში მუდმივად შეგრძნებადი სიხარული, ცხადია, რომ ცხოვრებას ფასი არ აქვს. ანუ ურთიერთობას უნდა გქონდეს სარჩულად ეს სიხარული. ანუ როგორც გიხარია ხოლმე ხანდახან კინოში წასვლა, თეატრში წასვლა, ან რაღაც ახლის მოლოდინში რომ გიხარია და თავს ბედნიერად გრძნობს, აი ეს ამ სიხარულის შეგრძნება უნდა იყოს, უნდა იყოს პერმანენტულად. ხანდახან შეიძლება ჩავარდეს კიდევაც, მაგრამ არ უნდა ბჟუტავდეს, იცი, ეს არ უნდა გაქრეს ეს სიხარული ურთიერთობის. აი როგორ მოვახერხოთ ეს? როდესაც აი ჩვენ უკვე ლოგიკურად რო გადავაბათ, თქვით უკვე საერთო ინტერესებზე, საერთო მსოფლმხედველობაზე. როგორ მოვახერხოთ? აი როცა ჩვენ გვაქვს სალაპარაკო, არის ერთი დიადი რეცეპტი. დიახ, ბრძანეთ. გახსოვს გალაქტიონმა რა თქვა, ნიჭი, ზამიკო, ნიჭი. აქ უნდა სიყვარულის ნიჭია საჭირო იმისათვის. შეხო ის რომ ყველა ადამიანს არ შეუძლია სიყვარული. არიან ადამიანები, რომელსაც არ შეუძლია სიყვარული, მორჩა და გათავდა. გონია რომ შეუძლია, ამიტომ არ შეუძლია. არიან ადამიანები, რომელსაც შეუძლია თავგანწირული სიყვარული, მაგრამ ვაი იმას თუ არ დახვდა წინ ასეთივე თავგანწირული სიყვარული, მაშინ იქნება ეული და მარტოსული. მაგრამ რა ბედნიერებაა, რომ ასეთი ორი სიყვარული ერთმანეთს შეხვდეს და შეუღლდეს. მაშინ არც სიხარული გამოილევა. და არავითარი ფინანსი აღარ იმოქმედებს არაფერზე. დასწყევლოს ღმერთმა ეს ფინანსები, როცა გიყვარს და როცა გიხარია. სიყვარულის ენა, ჯადოსნური სიტყვები, როგორიც არის გმადლობ,
მაპატიე, საყვარელო, ძვირფასო და ასე შემდეგ. ერთად ყოფნა, კონტაქტი, ანუ ურთიერთობა, საჩუქრები, სურპრიზები, მზრუნველობა, მომსახურება, ფიზიკური შეხება. რაც შეეხება იმას, რამდენად შეუძლია თუ არ შეუძლია სიყვარული. ბავშვი გაჩნდება იქ რაღაც გარკვეული პრობლემები დგება ფინანსებზე, მე მგონი არის რაღაც. ცნობილმა ადამიანმა მამაკაცმა თქვა შესაბამისად. აი, როდესაც გიყვარს და როცა ძალიან ძვირფასია, ესე ფული არაფრად აღარ გეჩვენება. იცი მე 70 წლის კაცი ვარ და ეს რომანტიკა არ მომშორდა, იცი? მე ასე უყურე. რით აღწევთ ამ რომანტიკას? ბატონო გვასწავლეთ. თუ ხალბატონს ვერ წაიყვანთ უცხოეთში. როდესაც გიყვარს ძალიან მაგრად. აი, როცა რეალურად გიყვარს, აი, როცა გძნობ ტანით, სულით და ხორცით ამ სიყვარულს, ის მე არაფრად აღარ გეჩვენება, იცი? მართალია ასეთი აუცილებლობა არსებობს, მაგრამ შენ არ გინახია მიწისქვას გადარჩენილი ადამიანები. არ გინახია რამე რომლის ტყეში დარჩნენ მარტო და გადარჩნენ. არ გინახია ომს გადარჩენილი ადამიანები. არ გინახია აი რაღაც პერიოდი შეიძლება ადამიანმა, ქალმა და მამაკაცმა, ნუ შეყვარებულებმა ერთად იცხოვრონ, მაგრამ იქ უკვე 4-5 თვის შემდეგ რაღაც პრობლემები ჩნდება, რაღაც გინდა ქალს, გინდა ცოლს, გინდა ქმარს, ანუ რაღაცები გვინდა, ხო? ანუ ესე ყველაფერი შენ გინდა ჩიჩიას და ბაბაც და არ წვადიან და დაწვადა არ ჩამფური. ესე არ არის. ესე იგი, კიდევ ერთხელ გიმეორებ. თუ გიყვარს და გტკივა ეს სიყვარული, ის ფინანსი ნაკლებად ფიო და ახლა კაცო ფულზე, სიმდიდრეზე და ფუფუნებაზე ვარი ვისურვებ. მე არ ვიძახი სიმდიდრეზე და ფუფუნებაზე. აი მე მაგალითად ძალიან მიყვარს იცის ჩემმა საყვარელმა ადამიანმა რომ ვარდი. ხო შეიძლება 6 თვეში ერთხელ მე მომიტანოს იმანეს ვარდი მომართა საიდან, როცა თუ არა აქვს მას ეს ამის საშუალება. ეს ხო ყველაფერი ხო რაღაც ელემენტარულს. იცი რა ჩვენმა უმშვენიერესმა წამყვანმა დღეს ძალიან კაფიოდ თქვა. თუ არ იქნება მატერიალური სახსარი, უბრალოდ ასეთი ოჯახი ვერ შედგება, ვერ გაჩერდება, ფეხზე ვერ დადგება, მორჩა გადავდა. ეს გასაგებია ყველაფერი. მე სხვა რაღაცას ვამბობ. აი თქვენ რასაც ბრძანებთ მაგ სიყვარულს, რომელზედაც თქვენ ესეთი აღფრთოვანებით არ შეეხო პირად ცხოვრებას გეხვეწები. თქვენ ზოგად მსჯელობისთვის ხართ მობრძანებული. რა მოიტანა თქვენთვის ასეთმა სიყვარულმა? ტკივილი ხომ არ მოგანიჭათ? აფეთქებულმა სიყვარულმა. არა ვცემ ამ შეკითხვას პასუხს, მაგრამ მე ვიცი, რომ ადამიანებს ასეთი სიყვარული ტკივილებს აყენებს, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ასეთი სიყვარული ადამიანებს აბედნიერებს. ორივე, ერთიც და მეორე. დია. საინტერესოა, რამ შეიძლება ასეთ სიყვარულში უბედურება და ტკივილი მოიტანოს. აი ამაზე არის ჩვენი მთავარი ყურადღება გასამახვილებელი. უპირველეს ყოვლისა ღალატმა. ღალატი. უპირველეს ყოვლისა იმედ გაცხოვრებამ ამის გამო. ცხადია რომ ასეთ აფეთქებულას და აღვირახსნილ სიყვარულს ასე თქვა კარგი გაგებით აღვირახსნილს. რა თქმა უნდა ღალატი ძირს გამოუთხრის, ანუ ღალატი გაანადგურებს ადამიანს სულიერად და ფიზიკურად. როგორ შეიძლება ორ ასეთ ერთმანეთზე აღფრთოვანებულ ადამიანს საერთოდ ღალატის სურვილი გაუჩნდეს? გურული ნათქვამი გაგიგონია, მარცხი ელანზეა ძამია მარცხი. ხომიც? ამოწურავენ უბრალოდ ერთმანეთს. წარმოიდგინეთ, ფსიქოლოგია არ აღიარებს ასეთ მარცხებს, ანუ შემთხვევითობებს. ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია გავარკვიოთ აი ამ ვითომ შემთხვევითობების და ვითომ შემთხვევითი მარცხების საფუძველში რადევს. რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მომავალი, ჩვენი აწმყო უპირველეს ყოვლისა, რაც შეიძლება მეტად იყოს ცნობიერი და ვახერხებდეთ იმას, რომ ისედაც უამრავი რისკია ჩვენს გარემოში. ისედაც მუდმივად ცვალებადია ჩვენი გარემო და ძალიან ცოტა რამეზე შეგვიძლია ჩვენი გავლენა მოვახდინოთ. გულისხმობ ჩვენს ობიექტურ რეალობას. და ის რაც ჩვენზეა დამოკიდებული, ხო მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ გავაკეთოთ რაც ჩვენ შესაძლებლობებშია, რომ თვითონ ვიყოთ ავტორები, თქვათ, ჩვენთვის არასასურველის თავიდან აცილების ავტორობას გულისხმობ, ან ჩვენისთვის სასურველის მიღწევის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას. თქვენი აზრით განქორწინების დროს, ან განქორწინების მერე უпроსწორად, რა ფსიქოლოგიური პრობლემები ჩენს თავს და ერთი და იგივე პრობლემები აქვს თუ არა კაცს და ქალს ამ დროს? ძალიან სერიოზული პრობლემები იჩენს ხოლმე თავს, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ფროიდი ამბობდა, რომ როცა ორი ადამიანი ერთად არის, ის ერთმანეთთან იდენტიფიკაციას, გაიგივებას ახდენს და ისიც ეს კვალი რჩება, ჩვენ გვინდა ეს თუ არა. მაგრამ
ამას ადამიანი მოახერხებს გამოვიდეს მდგომარეობიდან, დაიწყოს ახალი ცხოვრება, მაგრამ როცა ბავშვია შუაში და როცა კონფლიქტი მძაფრდება და როდესაც ორი ადამიანი ვერ ახერხებს იყოს შეგნების იმ დონეზე, რომ ბავშვს უარესი ტრავმა და გაცილებით უარესი პრობლემები არ დაატეხოს თავისი რევანშიზმის, საკუთარი უპატიებლობის და შეუწყნარებლობის გამო, აი აქ ხვდებით ორმაგ ტკივილს, ორმაგ ტრავმას, როდესაც ადამიანს აქვს დანაშაულის განცდა, რომ მან დაუშვა შეცდომები და ვერ მოახერხა, სწორად მიდგომა და ოჯახის, ვთქვათ, მდგრადობის წინასწარ გააზრება და ცოტა ხანში აღმოჩნდება, რომ დამატებით ამას კიდევ ის ტვირთი ამძიმებს, რასაც ქვია ბავშვის წინაშე პასუხისმგებლობა, რადგან ჩვენ ვიცით, რომ არ არსებობს შემთხვევა, რა კარგათაც არ უნდა მოხერხდეს მეორეჯერ ახალი ოჯახის აშენება, ბავშვი, რომელიც მოყვა ამ განხეთქილებაში და განქორწილებაში, ის აუცილებლად ტრავმირებულია და რომ მივაყენოთ მინიმალური ტრავმა ბავშვებს, ჩვენ უნდა გქონდეს შეგნება იმისა, რომ უკან გადავდოთ ჩვენი პირადი უთანხმოება, ჩვენი პირადი უკმაყოფილება და მოვახერხოთ მაქსიმალური, რომ ვიყოთ ცივილიზებული კულტურული ურთიერთობების ფარგლებში, მიუტევოთ ერთმანეთს ის წყენები, რომ ბავშვის ინტერესები იყოს მაქსიმალურად გათვალისწინებული. რა ცუდია, რომ ადამიანებმა როცა ქორწინდებიან, ანუ ახალგაზრდებმა, არ იციან და არ ითვალისწინებენ და ვერ სიგრძე განებენ იმას, რომ უდიდესი ბედნიერებაა, იცი, ერთ სიყვარულში და ერთ ადამიანთან დაბერება. იცი, ეს როგორც ვიცი, ამომკითხებ, როგორც წამეკითხებს, როგორც უთქვან, როგორც მინახავს წყვილები არაერთი ასე დაბერებული, რა ბედნიერნი არიან. იქნებ რაღაც ადამიანებს ეს უკარ ნახოთ, იცი, სანამ შეხვალ ქორწინებაში, სანამ გადაწყვეტ, სანამ ბიჭი გადადგა, იქნებ უნდა დარწმუნდე, აი რასთან გასაქმე, რა გინდა, რა გიყვარს, რა გიხარია, როგორი გინდა რო იყოს შენი ცხოვრება. იქნებ ამაზე დაფიქრდებ ხოლმე ადამიანები. იქნებ დავანებოთ თავი განსაკუთრებით საქართველოში, ჩვენთვის ხო ტრაგედია. საქართველოში განქორწინება არის ტრაგედია ეროვნული. საფუძველია ჩვენ გასაქორწინებლად არ გადამრიო. ჩვენ გვცალია მხოლოდ საქორწინოდ და გასამრავლებლად. დანარჩენი ყველაფერი კისრის ტეხვაა. ამიტომ იქნებ გაითვალისწინონ ბავშვებმა ეს ყველაფერი, დარწმუნდეს, იცოდეს რა უნდა. რა ჭირდება მის სიყვარულს, სულიერს, ფიზიკურს, როგორი ლოგინი უნდა, როგორი საჭმელი უნდა, როგორი პარტნიორი ჭირდება, რა გარეგნობა უნდა, რა სულიერებასთან აქვს საქმე იმისათვის, რომ შეინარჩუნოს თავიც, სიყვარულიც და მისი ცოლისთვის შეინარჩუნოს ეს ნორმალური ცხოვრება, რომ არ გახდეს, ასე ვთქვათ, სახლაპორტო და გასაწამებელი მე ეს ადამიანი, რომელიც სრულიად უდანაშაულო ძალიან ხშირად. და ეს ყველაფერი წინასწარ, სანამ შევქმნით ოჯახს. მნიშვნელოვანია იფიქროს ადამიანმა მანამ, სანამ ის დაქორწინდება და არა იმის შემდეგ, რაც უკვე ქორწინება შედგა. ძალიან დიდი მადლობა. ვეცადოთ ვიყოთ თვითკრიტიკულები, ვისწავლოთ შეცდომებზე და გამოვიყენოთ მიღებული გამოცდილება შემდგომში პრობლემების თავიდან ასაცილებლად. დღეს ამით გემშვიდობებით, ერთმანეთს შევხვდებით ყოველ შაბათს 13 საათზე და გამეორებით 5 შაბათს ღამის 12 საათზე. გადაცემაში ჩემი ოჯახი.